მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა უკავშირისთვის, რასაც მიბრუნებთ ხოლმე კომენტარებში. ძალიან მახარებთ და უფრო მეტ მოტივაციას მაძლევთ ესეთი ქმედებით და ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება ძირითადად უფრო მეტად ურთიერთობებზე ვშლი ხოლმე, რადგან ამ საკითხის ამ მიმართულებით ვმუშაობ ისედაც კოუჩინგშიც და ტაროტს უფრო მეტად, ძირითადად ჩემი გაშლები ეხება ურთიერთობებს. თუმცა არა მარტო ამას, არის სხვა თემებიც ხოლმე და თუ რაიმე საკითხი გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. და აუცილებლად გავშლი ამ საკითხზეც. დღეს გადავწყვიტე, რომ გავიგოთ, რატომ გამოჩნდა საერთოდ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რისთვის მოვიდა თქვენს ცხოვრებაში საერთოდ ეს პიროვნება, ვისიც ახლა ფიქრობთ თქვენ. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ და ვისაც გაგჩენიათ ეს კითხვა, რომ რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეს პიროვნება. ჩაიფიქრეთ, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რატომ გამოჩნდა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. საინტერესოა ძალიან. ჯერ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ ამ ადამიანის გამოჩენამდე შეიძლება საკმაოდ იცით როგორი პიროვნება იყავით, ისეთი ბავშვური, ლაღი, ძალიან სუფთა სულის ადამიანი, ადამიანი, რომელსაც ბავშვივით შეეძლო ემოციების გამოხატვა, ძალიან ისეთი კომუნიკაბელურიც შეიძლება და გულუბრყვილო, მიმდობი, ესეთი ადამიანი იყავით მანამდე, სანამ ეს პიროვნება გამოჩნდებოდა. მაგრამ როგორც ვიცით, სამყაროში ესეთი ადამიანები დიდი, ოღონდ ზედმეტად ბავშვური, წრფელი, გულუბრყვილო, ძალიან გულნადგენი რჩება ყოველთვის ესია, ხო? იმიტომ რომ დანარჩენი ადამიანები, რომლებიც არ არიან ასეთი, უფრო მეტად ეშმაკობისკენ გადახრილები არიან, ცდილობენ ოღონდ ვინმე რამეში გამოიყენონ სათავისოდ და მარტო თავიანთ თავს აყენებენ წინ და ცდილობენ რომ და არ ფიქრობენ უпроსტოდ იმაზე, ვინმეს ატკენენ თუ არა გულს, ესეთი ადამიანების ხელში, ესეთი ბავშვური პიროვნება ძალიან დაჩაგრულია, ძალიან გულნადგენია ყოველთვის. და სამყარომ ზუსტად ამიტომ გამოგიგზავნოთ ეს ადამიანი ცხოვრებაში, რომ თქვენ მიგიღოთ ეს. ეს არის ძალის არკანი. თქვენ გაძლიერებულიყავით შინაგანად. თქვენ გეპოვათ ისეთი შინაგანი ძალა, რაც მოგცემდათ როგორ ვთქვა, იმის ძალას, რომ დაუპირისპირდეთ სიბოროტეს, დაუპირისპირდეთ იმას, რაც გткენთ და გაზიანებთ. და ზოგადად ყველა ადამიანში იმალება ისეთი პიროვნება,
რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს, თავი გადაირჩინოს, იბრძოლოს, მაგრამ ამ ყველაფერს ზოგიერთ ადამიანში, ზოგიერთ პიროვნებაში ჭირდება გამოღვიძება, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მიძინებული ყავს სადღაც ქვეცნობიერის დონეზე ეს ყველაფერი. აი თქვენ შემთხვევაში ზუსტად ეს პიროვნება იმიტომ გამოაგზავნა სამყარომ თქვენთვის, რომ მომხდარიყო აი ეს გამოღვიძება. გეპოვოთ თქვენი შინაგანი სიძლიერე, გამძლეობა, გესწავლათ საკუთარი საზღვრების დაცვა, ხო? აი ზუსტად იმიტომ მოვიდა ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, არ ვიცი რა გააკეთა ამ პიროვნებამ ისეთი, რომ თქვენ ასე გაძლიერდით, ძირითადად ადამიანები ხომ ტკივილის ხარჯზე ძლიერდებით ხოლმე. ბედნიერი თუ არის ადამიანი, ესეთ პიროვნება ნაკლებად ცვლის თავის რეალობას. ისეთი ადამიანები ცვლიან რეალობას, რომლებსაც და საკუთარ თავს ისეთი პიროვნებები ცვლიან, რომლებსაც ძალიან ბევრი ისეთი შინაგანი სულიერი ტკივილი აქვთ გადატანი და თქვენ ზუსტად აი ასეთმა ტკივილებმა გაგაძლიერეს და გამოაღვიძეს თქვენში აი ეს რაღაც თავდაცვის ინსტინქტი, აი ეს რაღაცა შინაგანი ძალა, აი ეს ისეთი მე იპოვეთ, რომელიც ჯერ არასდროს არ ყოფილხართ და არ გამოგიყენებიათ, ასე ვთქვათ, ეს თქვენი პიროვნება შინაგანი, რაც ეხლა შეიძინეთ აი ამ პიროვნებასთან კონტაქტის დროს. თქვენ გამოაღვიძეთ თქვენში ის ძალა, რომელიც გქონდათ, მაგრამ არ იცოდით. კიდევ რის გამო მოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? იმისთვის, რომ აი ეს ყველაფერი, რაც შეიძლება გქონდეთ როგორი მომენტი იცით, დაუბალანსებელი. აი თითქოს რა მომენტი აი გეტყვით ზუსტად იზრდება ადამიანი, მაგრამ ის მაინც ბავშვურად, მაინც რაღაც ემოციურად, მაინც რაღაც ისეთი ვარდისფერი სათვალით უყურებს ცხოვრებას, ადამიანებს, ხო? ადამიანი იყავით, რომლებსაც არ სჯეროდა სიბოროტის თითქოს და რადგან ეს თქვენ სამყარომ შეგახვედრათ პირისპირ და გამოგაცდებინეთ, რას ნიშნავს, როდესაც გაზარალებს ვიღაცა, აი თქვენ ეს ამ თქვენს შინაგან ძალასთან ერთად დააბალანსეთ. იმას კი არ ვამბობ, რომ აი ძირფესვიანად შეგცვალათ ამ ყველაფერმა. არა, ან ცუდია ის, როგორიც ხართ რეალურად. ეს ძალიან კარგია, აი ეს თქვენი შინაგანი ბავშვი, რომ ასეთი წინ გაქვთ წამოწეული, ხო? აი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრს აი ზუსტად ეს აკლია და ეს არ აქვს და ამით იტანჯება. მაგრამ როგორც ვიცით, ზედმეტი არაფერი არ ვარგა და ზუსტად აი ეს დააბალანსეთ თქვენში. ეს შინაგანი ბავშვიც, სიძლიერეც, საკუთარი თავის კონტროლი, აი ეს ისწავლეთ და ასევე რა მოგიტანათ ამ პიროვნების გამოჩენამ თქვენ. მოგიტანათ ის, რომ შეგიძლიათ საკუთარ თავზე მუშაობა. ადრე შეიძლება საერთოდ არც იცოდით ეს რას ნიშნავდა და აი არაფერს არ ცვლიდით თქვენს რეალობაში, თქვენს ქმედებებში, ხასიათში. აი ეს რაღაც ერთფეროვნულად მიდიოდა ყველაფერი შეიძლება და ამ ადამიანმა ზუსტად აი ეს მოგიტანათ, მეგობრებო, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის განვითარება. შეიძლება ახლა არ ვიტყვი მას, რომ მაიმე რაღაცა ერთ დღეში და ერთ თვეში ძირფესვიანად შეიცვალეთ მეთქი, ესე არც ხდება რეალურად, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ ეს ნელ-ნელა ეტაპობრივად
ან ჯერ გადიხართ ისევ ამ პროცესს, ან უკვე რაღაცა ეტაპი გაიარეთ და უკვე ხედავთ შედეგს თქვენ თავზე მუშაობის. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რამ მოგიტანათ ამ პიროვნებამ. ძალიან ბევრი დადებითი მოგიტანათ. ეხლა თქვენ თუ ფიქრობთ, რომ და იტანჯებით იმით, რომ მაინც გაქვთ შეიძლება შინაგანად ის მომენტი, რომ აი ეს ამის ღირსი არ ვიყავი და ეს რატო დავიმსახურე, ან ეს რატო მომექცა ასე, ხო? აი რაღაცა გულის ტკივილი მაინც გაქვთ შეიძლება. ან შეიძლება აღარც გაქვთ. იცოდეთ, რომ ამ ადამიანის თქვენს ცხოვრებაში გამოჩენა აი უდიდესი პლუსია თქვენთვის რეალურად. და თქვენ ზუსტად აი ამაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა მოგიტანათ დადებითი ამ პიროვნებამ. ისინი აი რაღაც ის რაც არ გამოვიდა თქვენს ურთიერთობაში, ხო? ის უკვე რაღაც მეორე ეტაპზე და მეასე ეტაპზე, მეასე ხარისხოვანი უნდა გახდეს თქვენთვის და თავარი და პლუსი რაც არის ეს ზუსტად თქვენთვის მოიტანა სიკეთე ამ ადამიანმა. ეს ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო, შეიძლება თქვენ კიდევ დიდხანს გაგაგრძელებინათ აი ესეთი ვარდისფერი სათვალით ცხოვრებაში, ვარდისფერი სათვალით ყურება. რაცაც მოჰქონდა აი ესეთი სხვათა შორის გულის ტკივილები, ღალატი და ასე შემდეგ. ძალიან კარგია, მე თუ მკითხავ, გილოცავთ. გამოღვიძებას გილოცავთ. კიდევ რის გამო დაბრუნდა? კი არა, რა ვიკითხე? დაბრუნდა არა, რის გამო მოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ვინც პირველად მიყურებთ, იცით რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ვკითხულობ რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე კითხვას, რომ ზოგიერთზე ერთი რეზონირდება, ზოგიერთზე მეორე. გავიგოთ კიდევ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, კიდევ რის გამო გამოჩნდა ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. ხო, აი ვიტყვი. ეს ადამიანი სხვათა შორის, როდესაც თქვენთან მოვიდა, ძალიან სწრაფად მოვიდა რაღაც ესე, სწრაფად განვითარდა შეიძლება რაღაც ეტაპები თქვენს ცხოვრებაში, ემოციები, აი love bombing-ი იყო, ასე ვთქვათ, ხო? უცებ რაღაც ეს ყველაფერი და აგაჟიტირეთ ამ ყველაფერმა შეიძლება, მაგრამ მერე უცებ ასევე ერთიანად ძირს დაგანარცხათ, გამოგფიტათ. არ ვიცი რა მოიმოქმედა ასეთი, მაგრამ მე ვკითხულობ ამჯერად თქვენს მდგომარეობას, ხო, რაც დაგემართათ ამ ურთიერთობაში. და აი ესე თავში ხელები წაიშინეთ, შეიძლება ვიღაცებს მართლაც წამლები და ექიმიც კი დაგჭირდათ, არ ვიცი, ისეთი შინაგანი გამოფიტვა გქონდათ და აი შინაგანი სულიერი განადგურება რაღაც ძალიან. რამაც იმოქმედა, ასე ვთქვათ, ყველაფერზე, თქვენს სხვა ცხოვრების სფეროებზეც, განსაკუთრებით ფინანსებზე, ვიტყოდი კარიერაზე, ძალიან დაგხიეთ უკან აი ამ მდგომარეობამ და რა მოგიტანათ სამაგიეროდ. გადის დრო, ალბათ, რამოდენიმე ხანში თქვენ in action, ასე ვთქვათ, რასაც ქვია, როგორ მდგომარეობაში გადახვედით, იცით? აი ეს ყველაფერი, რაც დაგემართათ, თქვენს გონებაში რომ გადახარშეთ, ეს აღმოჩნდა, ანუ ასე ვთქვათ, გამოცდილება მიიღეთ ძალიან დიდი, ბევრი რამ ისწავლეთ, რაც მთავარია და აი ეს ყველაფერი, ეს გამოცდილება, სიბრძნეში გადავიდა ეს ყველაფერი, ხო, აი ძალიან
ადრე თუ დაუშვათ გულით მოქმედებდით, ემოციებით, ხო? აი ახლა მაგალითად ამ ყველაფერმა მოგიტანეთ ის, რომ გონებაა ჩართული, გონება და რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ვინც დაუშვათ როგორ გითხრათ, აი გრძნობთ, რომ ის არ შეგეფერებათ, ან რაღაცაში, ასე ვთქვათ, არ გაწყობთ, ან ეს არ გამოგადგებთ. აი უკვე ასე უყურებთ ურთიერთობებს და არა ეს მუცელში პეპლებით და ემოციებით და ასე შემდეგ. იცით მეგობრებო ალბათ, რომ რა თქმა უნდა, აი უზადოდ და უზომოდ ყველაზე ამ ქვეყნიურ სიამოვნებებს შორის ყველაზე დადებითი მე ესე ვფიქრობ, ჩემი აზრია, რომ ყველაზე დადებითი შეგრძნება ის მომენტი, როდესაც ურთიერთობის დასაწყისია და აი ეს რაღაც გაცნობის პერიოდი, ეს რაღაც ფლირტის, აღფრთოვანების, აი ამ დროს ისეთი დადებითი ემოციები მოდის ადამიანის ორგანიზმში და ისეთი ემოციები მიეწოდება ტვინს, რაც არასდროს ავიწყდება ადამიანს და მერე გონია, რომ ეს გრძელდება სამუდამოდ და არ არის ესე მეგობრებო. ეს არის როგორ გითხრათ, უბრალოდ ადამიანით აღფრთოვანება. და გამოცდილებას მოაქვს ზუსტად ის, რომ იმიტომ იმართებათ ხოლმე პატარა ასაკში უფრო ძირითადად ისეთი შეცდომები, ხო, აი ეს ემოციებზე დაყრდნობით რომ მოსდით შეცდომები, იმიტომ რომ ის პატარა ასაკში მას არ აქვს იმხელა გამოცდილება ურთიერთობებში და ვერ ხვდება იმ ყველაფერს და აი ახლა თქვენ მაგალითად უკვე ხართ იმ ეტაპზე, რომ თქვენ აღარ გჭირდებათ აი ეს მუცელში პეპლები, ემოციები და აი რაღაც ეს უცებ სიყვარულით დაბომბვა და всё, მერე აღარაფერი. თქვენთვის უკვე პრიორიტეტი სხვა რაღაცეები გახდა. ვიღაცები შეიძლება ესეთი ცოტა უხეშებიც კი გახდით მამაკაცების მიმართ, მაგრამ ამას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს რაღაც ქალებს გვემართება ხოლმე ძალიან ხშირად სხვათა შორის გულის ტკენის შემდეგ, რატომღაც ესე იძახიან ბევრი, რომ არავინ აღარ მჭირდება, მარტოც კარგად ვარ, ასე ვარ, ისე ვარ, მაგრამ ესე არ არის მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვჭირდება გვერდით ისეთი პიროვნება, ვინც შეგვავსებს, ვინც გაიზიარებს ჩვენს ემოციებს, ვინც გაგვიგებს, გვერდში დაგვიდგება ყველანაირად. აი ესეთი პიროვნება ყველას გვჭირდება. ამიტომ არ თქვათ ისე, რომ რაღაც კაცთმოძულები არ გავხდეთ, ხო? იმიტომ რომ სამყარო ესეთია, რა თქმა უნდა, კაცები და ქალები იმიტომ დაყო უფალმა, ესე ცალ-ცალკე, რომ ეს მათ ერთმანეთი ჭირდებათ. ოღონდ რა თქმა უნდა იყოს ისეთი, ვისაც ჩვენც ვჭირდებით და ჩვენც გვჭირდება. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა. და თქვენ ეხა ცოტა სხვა იმაზე გადავედი. თქვენ რა მოგიტანათ ამ პიროვნების გამოჩენამ, გარდა იმისა, რომ აი ესეთი რაღაც გონებით დაიწყეთ ფიქრი ამ საკითხში და შეიძლება ნებისმიერ ცხოვრების სფეროში, თქვენ აი უყურეთ აი ამ პოზიციიდან, აი ესეთში რო ჩავარდით, ხო, იმ სიტუაციაში რაღაც რო გითხარით, რომ დაცარიელდით სულიერად და უკან დაგხიათ მეთქი ამ თქვენმა პრობლემურმა სიტუაციამ, აი ამის გააზრების, გადახარშვის და ჭკუის სწავლების შემდეგ და იმის აი გაკვეთილის გამოტანის შემდეგ თქვენ გადახვედით აი არ ვიცი როგორ გითხრათ, სულ მოძრაობაში ხართ, სულ რაღაცას აკეთებთ, სულ რაღაცას ქმნით, თქვენი გზით წახვედით, მაგრამ ეს თქვენი გზა არის ძალიან კარგი, დადებითი. შეიძლება ზოგჯერ არის ხოლმე ისე, რომ დინებას მიყვებით, მაგრამ ზოგჯერ აი უზომოდ ენერგიული ხართ, უზომოდ ბევრი გადაადგილება გიწევთ, სულ მოძრაობაში ხართ და აი სულ წინ და წინ მიდიხართ. აი ეს მოგიტანათ ამ პიროვნების გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში და მე ვფიქრობ, ესეც ძალიან დიდი პლუსია. ამას იმიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, მეგობრებო, რომ ზოგადად გეცოდინებათ, რომ არც ერთი ადამიანი არ მოდის ჩვენს ცხოვრებაში ტყუილად
და ამას ჭირდება ზუსტად ისე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაიმე ეს რა გამიკეთა და ესე როგორ მომექცა. კი, რა თქმა უნდა, ხა პირველი რეაქცია ყოველას არის ეს, როდესაც ადამიანი ცუდად გექცევა, მაგრამ ეს არ უნდა გააგრძელდეს ახაც თვეები და წლების განმავლობაში. ძალიან მალე ადამიანმა უნდა დარჩე საკუთარ თავთან და გამოიტანო იფიქრო ამ ყველაფერზე და გამოიტანო დასკვნები. რომ რისთვის იყო ეს ადამიანი, აი რა მომიტანა ახლა ამ პიროვნებამ, რა მომიტანა კარგი, რა მომიტანა ცუდი, ხო? და აი ამ ყველაფერზე ფიქრი, გაანალიზება